გამარჯობა, დაგიბრუნდით ახალი YouTube ტუტორიალით. შესაძლოა უკვე იცით, რომ გუშინ 19 მაისს გვიან ღამით Google-ს ჰქონდა განახლება ვიდეო გენერაციის კუთხით და გამოუშვა ეგრეთ წოდებული Gemini Omni Flash-ი. ეს არის სრულიად ახალი მიდგომა ვიდეო გენერაციის კუთხით. თავარი სიახლე კი არის ის, რომ ყველანაირი editing-ი, რაც გვინდა რომ განვახორციელოთ ჩვენს მიერ დაგენერირებულ ვიდეოში, ხდება პრომპტის საშუალებით. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ დღევანდელ ტუტორიალში დეტალურად ვნახავთ რა და როგორ ხდება. თუ აქამდე Veo 3.1-ით ვაგენერირებდით ვიდეოს და როდესაც შედეგს ვნახავდით, რაღაც არ მოგწონდა, თავიდან ხდებოდა უკვე ამ ყველაფრის გენერირება, თავიდან პრომპტის გაშვება და ასე შემდეგ. მომდა შედეგი ვერ იქნებოდა ფიზიკურად პროგნოზირებადი, რადგან როგორც უკვე ვთქვით, თავიდან ხდებოდა ვიდეოების გენერირება ერთი პატარა რაღაცის შეცვლის გამო. ეს მიდგომა უკვე შეიცვალა Flash-ში და ამ სიახლის მიხედვით როგორ ხდება. დავაგენერირებთ ვიდეოს და მასში არ მოგწონს რაღაც, მაგალითად ამინდის ცვლილება გვინდა. იქვე ვწერთ, რომ ამ ვიდეოში შეიცვალოს ამინდი. ხელით ჩვეულებრივად და რა თქმა უნდა ყველაფრის ეგრეთ წოდებული editing-ი ხდება ხელით პრომპტის საშუალებით. ასევე გეტყვით იმას, რომ შესაძლებელი არის 10 წამამდე ვიდეოების გენერაცია და არის ასევე ჩემი დაკვირვებით, თუმცა ესე ოფიციალურად ფიზიკურად ესეთი ინფორმაცია არ არსებობს, რომ ქართული დახვეწა თუ არ დახვეწა, იმიტომ რომ როგორც იცით, ესე ქართული ოფიციალური მხარდაჭერა არ აქვს, მაგრამ ჩემი რამდენიმე გატესტვის შედეგად თამამად შემეძლია ვთქვა, რომ ეს ქართული დამახასიათებელი ინტონაცია, რაც Veo-ს ვიდეოებს ჰქონდათ, ცოტა შეიცვალა და დარებით უფრო დაიხვეწა. ამასაც ვნახავთ, რა თქმა უნდა, დღევანდელ ტუტორიალში. სანამ დეტალურ ტესტირებაზე გადავალ, გულახდილად მინდა რა თქმა უნდა გითხრათ, რომ ეს არის Flash ვერსია, Pro ვერსია ჯერ არ გამოსულა. შესაბამისად, Flash ვერსია არის უფრო მეტად სიჩქარეზე და სიიაფეზე ორიენტირებული, ანუ იდეალური არის ექსპერიმენტებისთვის, მაგრამ არ ელოდეთ მისგან რაღაცა საოცარ ხარისხს. თუმცა, როდესაც Pro ვერსია გამოვა, რა თქმა უნდა, ხარისხის დაიხვეწება, მაგრამ მანამ Flash ვერსიით შეგვიძლია საინტერესო ექსპერიმენტის ჩატარება. მე ამ ეტაპზე გავტესტავ Google Flow-ში. Კონთანაც აუცილებლად შეამოწმეთ თუ ხმარობთ Google Flow-ს, იქნება ხელმისაწვდომი, უბრალოდ შეიძლება დამატებით upgrade-ი მოგთხოვოთ, რაც დაახლოებით 60 ლარი ჯდება და ჩვეულებრივად გაცლებთ ყველანაირ კრედიტს, რასაც ზოგადად upgrade-ის დროს გაცლებთ ხოლმე. კარგით, მოდით ვნახოთ პირველი ქართული ტუტორიალი უკვე ამ სიახლეს. ესე იგი, როგორც ვთქვით, შევედით Google Labs-ში, გავიაროთ მარტივი ავტორიზაცია მეილით, new project და აი აქედან დავიწყოთ მუშაობა. მოდით ცოტა მიმოვიხილოთ Google Apps-ი. Google Apps-ში არის ჩაინტეგრირებული როგორც ფოტო გენერატორი ნანობანანას სახით, ასე ვიდეო გენერატორები. აქამდე იყო Veo Fast Quality და Light. ნუ ახლა დაემატა Omni Flash-ი. აი ამაზე მაქვს ზუსტად საუბარი. თქვენც აი აქ გექნებათ ხელმისაწვდომი, უბრალოდ აქ პატარა upgrade იქნება გასაკეთებელი სავარაუდოდ, რადგან მე მაგალითად თავიდან მომთხოვა ამის გაკეთება. მოდით ფასებზეც გავამახვილოთ ყურადღება, აი აქ გადავიდეთ და აქ არის უკვე ჩვენი კრედიტების რაოდენობა. ამ შემთხვევაში მაქვს 1905 კრედიტი, სწორად მახსოვს 60 ლარს ვიხდით 1000 კრედიტში. Omni-ს შემთხვევაში Omni Flash-ის შემთხვევაში გაჩნია რამდენ წამიანს ვაკეთებთ ვიდეოს, აი კრედიტების რაოდენობა არის აქ 25 კრედიტი 8 წამიანი, 10 წამიანი არის 30 კრედიტი და ასე შემდეგ. აქ არის ფოტოები, ფოტოგენერატორი, ნანობანანა 2 და ნანობანანა Pro-ს სახით, რაც უფასო არის, ანუ კრედიტები არ იხარჯება, როდესაც ჩვენ ვაგენერირებთ ფოტოს და აი აქ 0 კრედიტი წერია. ასევე გვაქვს ზომების არჩევანი რამდენი ფოტო დააგენერიროს, როდესაც ერთ პრომპტს ვაძლევთ, შემდეგ უკვე გადავდივართ ვიდეოში და ვიდეოში უკვე არის აი ეს არჩევანი, ასე ვთქვათ, ფრეიმები, ეგრეთ წოდებული, ინგრედიენტები, ეს არის არჩევანი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია აუდორთოთ რამდენიმე ინგრედიენტი ფოტოს სახით, მაგალითად კონკრეტული გოგონა, კონკრეტული სპორტ დარბაზი და კონკრეტული ჰანტელი პირობითად და უთხრათ, რომ პრომპტის სახით უთხრათ, რომ აი ეს გოგონა, რომელიც ამ სპორტ დარბაზშია და ვარჯიშობს აი ამ ჰანტელით დააგენერიროს ვიდეო. ეს არის ინგრედიენტები, მომდა ტექსტუ ვიდეოც ხდება. კარგით, ეს არის არჩევანი, რამდენი ვიდეო დააგენერიროს ჩვენი ერთი მიცემული პრომპტით. ვიდეოების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, იზრდება კრედიტების რაოდენობაც, მოკვირდებით და გვაქვს არჩევანი, რამდენ წამიანი გააკეთოს ისა თუ ის კონკრეტული ვიდეო. ზომები 9:16:9. ეს არჩევანი გვაქვს. კარგით, ჩვენ რადგან უნდა ვისაუბროთ ძირითადად Omni Flash-ზე, აი აქ არის არჩევანი, რომელი გამოვიყენო და ასევე შევადარებთ Veo-საც, რადგან ქართული მეტყველების ტესტი უნდა გაიაროს ჩვენმა Omni-მ და აი ეს Veo-ს ჩემთვის ძალიან საწურველი ხმა, იმედია ცოტა დასტაბილურდება და დაიხვეწება და ეს ცნობილი
სპეციფიური ხმა, რომელიც ვიოს აქვს ქართული მეტყველების დროს, ომნის აღარ იქნება. თუმცა არ მინდა რომ დიდი მოლოდინები გქონდეთ, შედარებით დახვეწილია, რაც გავტესტა ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რაღაცა ძალიან დიდი სხვაობა არ არის. არის სხვაობა, მაგრამ ძალიან დიდი არა. მოდით დავიწყოთ პირველივე იმ ექსპერიმენტით, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს თქვენთან ერთად. და ეს არის ქართული მეტყველება, ქართული ინტონაცია, რამდენად გამოსწორებულია. დიალოგი ავიღოთ და რატო დიალოგი? როდესაც VIO 3.1 დაგენერირებულ ვიდეოს გადავხედავთ, ალბათ ყველა შეგუმჩნევია ის, რომ ხანდახან ერთი პერსონაჟი მეორეს სიტყვებს იმეორებს. ანუ თუ თქვა დიალოგია და გამარჯობა მე მადონა ვარ, გამარჯობა მე თორნიკე ვარ, თორნიკემ უნდა თქვას, შეიძლება ჩემო პერსონაჟმა თქვას გამარჯობა მე მადონა ვარ, გამარჯობა მე თორნიკე ვარ. მიხვდით რაზე ვსაუბრობ. ასე ვთქვათ, ერთი პერსონაჟი ისაკუთრებდა ხოლმე ორივე პერსონაჟის სიტყვებს. შესაბამისად, ეს წესით გამოსწორებული უნდა იყოს. ანუ უნდა მიხვდეს პერსონაჟები, რომელი არის მათი სიტყვა და ეს სპიჩები, ასე ვთქვათ, უნდა გაიყოს. აბა ვნახოთ. შენ რას ფიქრობ ამ ქალაქზე? შენთან ერთად ყველაზე ლამაზია. ინტონაცია არის აშკარად ბევრად უკეთესი და იმისათვის რომ დაგარწმუნო თამაში, მოდით შევადაროთ ეს VIO 3.1-ის მონაცემებს, ხომ? მოდით ავირჩიოთ ახლა ჩვენ არა ფლეში, უბრალოდ შედარებისთვის ვაკეთებ ამას, არა ფლეში, არამედ VIO 3.1 fast-ი და ვნახოთ რა სიზამს. გააკეთა და ვნახოთ რა გააკეთა. შენ რას ფიქრობ ამ ქალაქზე? შენთან ერთადვე ყველაზე ლამაზია. აი, ამაზე მაგსორეთ მეგობრებო საუბარი, ეხლა ამას მოусმინოთ. ისევ. შენ რას ფიქრობ ამ ქალაქზე? შენთან ერთად ყველაზე ლამაზია. მე აშკარა გაუმჯობესებას ვგრძნობ ნამდვილად. ბევრად დახვეწილი არის ინტონაციაც, ყველაფერი საერთოდ და ვნახოთ კიდევ პროვერსია რომ გამოვა რა იქნება. გავაგრძელოთ ისევ ჩვენი ფლეშის გატესტვა ერთი სიტყვით. აქ დავუშვათ ამ გოგონას ჩასმულობა არ მოგვეწონა. შეგვიძლია ერთი პრომპტით უბრალოდ აი აქ მივუთითოთ რა გვინდა რომ ჩააცვას ამ შავი სამოსის ნაცვლად, ხო? გავუშვათ გენერაციაზე და ვნახოთ რას მოგცემს. აი აქ პირდაპირ ჩატში. შემჩნევით რომ მე ინგლისურად ვწერ პრომპტს, ქართულადაც შეგვიძლია რეალურად, მაგრამ ოფიციალურად ესე ქართულიანის მხარდაჭერა არ აქვს. შესაბამისად, უფრო უკეთ იგებს ინგლისურ პრომპტებს ვიდრე ქართულს. უპრობლემოდ დაედითა ერთი პრომპტით, აი ეს იყო და ეს გახდა. შენ რას ფიქრობ ამ ქალაქზე? შენთან ერთად ყველაზე ლამაზია. აბსოლუტურად იგივე დატოვა ყველაფერი გარდა სამოსისა, რაც მივუთითეთ. ვნახოთ ამჯერად ბექს რას უსამს, როგორ შეცვლის იგივენაირად პრომპტით. ვუწერთ რომ შეცვალოს ბექი, აი კიდევ ჩავაგდებ ამ პრომპტს. თბილისის ხედი გვინდა რომ გადააკეთოს. შენ რას ფიქრობ ამ ქალაქზე? შენთან ერთად ყველაზე ლამაზია. იქ ბალღი ეწერა თუ მომეჩვენა. ნუ მოკლედ რაც უთხრეთ რომ ნეონის განათებები დაემატებინეთ, დაამატა და მთავარი მიზანით სწორედ ეგ არის პრომპტის მეშვეობით უბრალოდ გააკეთოს ედიტი და თავიდან დაედიტება არ დაგჭირდეს ვიდეოების. შემდეგი ტესტი მოდით ავუტვირთოთ უკვე ჩემი ფოტო და ვნახოთ რამდენად შეინარჩუნებს ჩემს სახის ნაკუთებს და რა გამოვა მოკლედ. ავუტვირთოთ ფოტო, დავამატეთ პრომპტი და ვნახოთ რა სიზამს. ვნახოთ. მე ვარ თქვენი გზამკვლევი AI-ის სამყაროში. არ ვიცი. გავს მე მგონია რა. ოჩერს კარგი ლიფსინგი აქვს, ძალიან არ დაუკარგავს სახის ნაკუთები. კბილების პრობლემა არის როგორც თითქმის ყველგან, რადგან ზოგადად კბილების თანწყობა ძალიან ცulis ადამიანს და როდესაც ვიდეოს ვაგენერირებ და კბილის თანწყობა არ ემთხვევა ბუნებრივი ჩვენი კბილის თანწყობას, ამ შემთხვევაში პირის აპარატი ცოტა ანაირი არის ხოლმე, მაგრამ სხვა მხრივ მე მგონი რომ კარგია. კიდევ ერთი ძალიან კარგი თვისება რაც აქვს ომნის, ეს არის ჩვენს მიერ გადაღებული რეალური ვიდეოს დაედიტება.
ოღონდ არა AI generated, ესეც რა თქმა უნდა შეგვიძლია, მაგრამ ჩვენი რეალური ვიდეოს რაღაცების შეცვლა. აი მაგალითად, ჩემი გუშინდელი ვიდეო, რომელიც TikTok-ზე მიდევს, მინდა რომ შევცვალო. როგორც ფოტო ავტვირთეთ, ისე ვიდეოს ავტვირთავთ, გამოჩნდება როგორც ფოტო გამოჩნდა აქ, აი აქედან ვტვირთავთ, აი აქედან. როგორც ფოტო გამოჩნდა, ისე ვიდეო გამოჩნდება აქ. დავაწყაბებთ და გადავდივართ უკვე აი ამ ველში, სადაც უკვე მინდა რომ მივცე დავალებები რა უნდა გააკეთოს. ამ შემთხვევაში მინდა რომ ბექი შეცვალოს და ტანის ამოსიც შემიცვალოს. ნახოთ რა სიზამს. ერთი გაფრთხილება მინდა მოგცეთ აქვე რჩევის სახით, რომ როდესაც რეალური ვიდეოს დაედიტებას ეხება საქმე, ძალიან ფრთხილია Google ამ შემთხვევაში. აი მაგალითად, ჩემი ვიდეო ავუტვირთე და ძალიან გამაწამა ესე კადრს მიღმა, რომ გითხრათ რა ხდებოდა, ამიტომ რომ როდესაც ვთქვა რომ კაბა უნდა შეეცვალა, ძალიან სენსიტიურად აღიქვა ეს და შეიძლება deepfake-ისთვის შეეწყო ხელი ან მიუღებელი ტანის ამოსით ჩანაცვლებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, რადგან რეალური ადამიანი არის ეს გამოსახული ამ შემთხვევაში მე ძალიან ფრთხილად ეკიდება და თუ ასე ვთქვათ დაგაუარეთ და აი აქ ერორი გამოაგდო, ეცვალეთ პრომპტი, ან უბრალოდ მივხვდეთ რომ ეს ხართ თქვენ და ასე შემდეგ. ანუ რამდენიმეჯერ ეცადეთ პირველივე დაუარებაზე არ დანებდეთ, მოკლედ გააკეთა და ვნახოთ მოდით რა გააკეთა. გაიღვიძებთ, ვიდეო გენერაციის სამყარო უკვე შეცვლილი იქნება. აბსოლუტურად ყველა ნიშანი მიუთითებს იმას, რომ ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის. ეს იყო და ეს გააკეთა. გაიღვიძებთ, ვიდეო გენერაციის სამყარო უკვე შეცვლილი იქნება. აბსოლუტურად ყველა ნიშანი მიუთითებს იმას, რომ ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ ცუდი ნამდვილად არ არის. მე ვიტყოდ რომ მშვენიერი შედეგია. თან შეგახსენებთ რომ ეს პროვერსია არ არის. პროს რომ გამოუშვებს, ნახოთ რა იქნება, ალბათ კიდევ უფრო დახვეწელი იქნება. თუმცა ძალიან არ შეუცვლია სახე. ან მე მეჩვენება, არ ვიცი, თქვენი შეფასებას დაგვიტოვეთ, როგორ მოგეწონათ. კარგით, მნიშვნელოვანი რაც იყო, ამაში გავტესტეთ. მინდა აღნიშნო ორი რაღაც. ერთი ის, რომ რეალურად გადაგრძელება ამ შემთხვევაში ჯერჯერობით არ აქვს, რადგან აქ წერია, რომ გადაგრძელება მხოლოდ VO3 და 1 დაგენერირებული ვიდეოს შემთხვევაში არის. ესეც ძალიან მალე დაემატება. შეგვიძლია მხოლოდ კლიპის დამატება. ანუ რას ნიშნავს? აი აქ, როდესაც შევალთ, აი აქ ავირჩევთ, რომელი, ამ შემთხვევაში საერთოდ სხვადასხვა მაქსიმუმის ორი შევაერთოთ, მაგრამ ისეთი კლიპები თუ გვექნებოდა, რომელიც ერთმანეთის გაგრძელებად შეიძლება ჩაითვალოს, ამ შემთხვევაში შეგვიძლიებოდა დაგვემატებინათ ესე დიდი ვიდეო მიგვეყო. რა განსხვავება ხო? გადაგრძელება რომ შეგვეძლოს, მე შემიძლია პრომპტით დავუწერე, რომ აი ამ გოგონამ ამ შემთხვევაში მე კიდე რაღაცა სხვა საუბრები გააგრძელოს, ხო? და ეს გადაგრძელება იქნებოდა დიდი ესეთი ვიდეო გამოვიდოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ ხდება. ასევე ძალიან მინდოდა გამოტესტა ფრეიმები, ანუ ფრეიმები რას ნიშნავს ხო, როდესაც ვუტვირთავთ ჩვენ ფოტოს, მაგალითად start frames და last frames და შემდეგ უკვე პრომპტის სახით ვუთითებთ აი იმ start frame-დან last frame-მამდე როგორ გადავიდეს კადრი. ანუ ერთი მთლიანი კადრი ორი ფოტოთი როგორ მივიღოთ, ხო? ესეც ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის ომნის შემთხვევაში, რა თქმა უნდა VO3 ერთ შემთხვევაში ხელმისაწვდომია, მაგრამ ომნის შემთხვევაში ხელმისაწვდომი არ არის. აი რომ დარწმუნდეთ რომ ნამდვილად ესეა, დარწმუნდეთ. მოკლედ, აი აქ მოკლედ გვიწერს რომ ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი და დაემატება ძალიან მალეო, ხო? და როდესაც დაემატება, ჩვენ რა თქმა უნდა, შანს ხელიდან არ გავუშვებს და აუცილებლად ამასაც გავტესტავთ. ამ ეტაპზე ეს არის რის გადასტვაც შეგვიძლია. ნელ-ნელა დაემატება სხვადასხვა ფუნქციები აუცილებლად. შესაძლოა ამერიკაში უკვე ხელმისაწვდომი იყოს სხვა ფუნქციაც, მაგრამ ამ შემთხვევაში Google Flow-ში მხოლოდ ესენი არის ხელმისაწვდომი, რაც გავტესტეთ. დღის მდგომარეობით ყოველ შემთხვევაში, მაგრამ რადგან მინდოდა რომ ძალიან მალე ჩამეწერა თქვენთვის ვიდეო, ვიჩქარე მოკლედ და ძირითადი სიახლეები რაც იყო, მინდოდა რომ ეს პირველი გავიგოთ AI Pulse Georgia-დან. სულ ეს იყო ჩვენი ტუტორიალი, იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. არ დაგავიწყეთ ჩვენი გამოწერა, რადგან როგორც ხედავთ, ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც ესეთ სიახლეებს გთავაზობ, ამიტომ არ გამოგრჩეთ არც ერთი სიახლე, რაც AI სამყაროს ეხება. გამოყვავით თქვენთვის კომფორტულ სოციალურ ქსელში, რადგან ჩვენ ყველგან ვართ ხელმისაწვდომი. დროებით შევხვდებით მომავალი ტუტორიალით.